შეერთებული შტატები აპირებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას. ან რაღაც ამდაგვარს. მთელი ეს ამბავი ცოტა რთულია, მაგრამ ნება მომეცით აგომეცით აგიხსნათ. პაკისტანში 21 საათის მოლაპარაკებების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა ვერ შეძლო ირანულ დელეგაციასთან შეთანხმების მიღწევა, რათა არსებული ცეცხლის შეწყვეტიდან გრძელვადიან გადაწყვეტამდე გზა გაეხსნა. და მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ასეთი საკითხები დიდ დროს მოითხოვს, ნაკლებად სასიამოვნო იყო ის, რომ შემდეგი დიპლომატიური ნაბიჯი ნათელი არ იყო. სწორედ მაშინ გამოაცხადა ტრამპმა ბლოკადა. ეს ერთხელ მაინც კარანტინი არ იყო, არამედ ნამდვილი ბლოკადა სრუტის. ეს უამრავ კითხვას აჩენს, დაწყებული იმით, თუ ზუსტად რა სახის იყო ეს შეზღუდვა, რადგან თუ მხოლოდ სათაურს წაიკითხავ, სადაც წერია ბლოკადა, შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეგექმნას. შემდეგ განვიხილავთ, როგორ განახორციელებდა ამას ფიზიკურად შეერთებული შტატები, რა გავლენა ექნება ბლოკადას ამჟამად შეჩერებულ ირანის ომზე და რა ესკალაციის რისკები შეიძლება წარმოიშვას სხვა ქვეყნებთან. დიახ, ისევ იქ დავბრუნდით, სადაც ომში ჩაფლავებულ მსოფლიოს თვალს უსწორებთ. კარგი, მოდით დავიწყოთ იმით, რომ გავიგოთ რა არის ეს ბლოკადა და რა არ არის. აი ტრამპის განცხადება Truth Social-ზე. მომეცით წაგიკითხოთ საინტერესო ნაწილები. გამოვტოვებ ტრამპისთვის დამახასიათებელ რიტორიკულ ფრაზებსა და პათოსს. დაუყოვნებლივ შეერთებული შტატების საზღვაო ძალები დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში შესვლის ან გასვლის მცდელობისას ყველა გემის ბლოკადის პროცესს. როდესაც დრო მოვა, ყველა გემს მიეცემა შესვლისა და გასვლის უფლება, მაგრამ ირანს ამის დაშვება არ სურს. ასევე მივეცი მითითება ჩვენს საზღვაო ძალებს, რომ მოძებნონ და შეაჩერონ ყველა ხომალდი საერთაშორისო წყლებში, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა. ვერავინ, ვინც არალეგალურ გადასახადს გადაიხდის, ვერ ისარგებლებს უსაფრთხო გადაადგილებით ღია ზღვაში. ასევე დავიწყებთ ირანელების მიერ სრუტეებში დადებული ნაღმების განადგურებას. ნებისმიერი ირანელი, ვინც ჩვენზე ან მშვიდობიან გემებზე გაისვრის, ნაფლეთებად იქცევა. ბლოკადა მალე დაიწყება. ბლოკადაში სხვა ქვეყნების ჩაერთვებიან. და მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ეს არ გააკეთა, მადლობას გიხდით ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის. ეხლა ვიცი, რომ განცხადების თავში წერია, რომ ყველა გემი ბლოკირებულია, მაგრამ პოსტის დანარჩენი ნაწილი მიუთითებს, რომ ეს რეალურად ეხება იმ გემების შეჩერებას, რომლებიც თეირანის მიერ ტანკერებზე დაწესებულ გადასახადს იხდიან. ფაქტობრივად ირანის მუქარებმა, რომ დაარტყ ამ სხვა გემებს, ტრანზიტების უმრავლესობა შეწყვიტა. აშშ-ის ბლოკადა შექმნილია იმისთვის, რომ დარჩენილ გემებს ირანის დაცვის გადასახადის გადახდა არ შეეძლოთ. თუ საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერი როგორღაც გაიპარებოდა, არ ვამბობ, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ თუ მაინც გაიპარებოდა, არ არსებობს ისეთი შემთხვევა, სადაც შეერთებული შტატები მას შეაჩერებდა. ამასობაში ბლოკადა დიდი ასოებით დიდ ყურადღებას იპყრობს. მაგრამ ის ნაწილი, სადაც ისინი მისდევენ გემებს, რომლებმაც გადასახადი გადაიხადეს, არანაკლებ სტრატეგიული საკითხია. ამაზე მონაცემები არასრულყოფილია, მაგრამ შეიძლება დაახლოებით 12 ტანკერი იყოს, რომლებიც სამშაბათის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ სრუტეებში გავიდნენ. ეს მაშინვე დაასაქმებს აშშ-ს საზღვაო ფლოტს. გადავიდეთ ანალიზზე, ჯერ განვიხილოთ, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები ამის გაკეთებას და როგორ განახორციელებს ამას შეერთებული შტატები. ამინდის საკითხი მარტივია. დიახ, ეს არც ისე რთულია, თუ გაქვს მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო ძალები და მზად ხარ რესურსების გამოყოფისთვის. სრუტე ბოლოს და ბოლოს ვიწრო სტრატეგიული გასასვლელია. მაგრამ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის კონტროლი ბევრად მეტი ძალისხმევა დასჭირდება, ვიდრე ირანს მისი დახურვა. ირანის მიერ სრუტის დახურვა ეფუძნება გემებზე რაკეტების გაშვების მუქარას. საპირისპიროდ შეერთებული შტატების ბლოკადა ეფუძნება გაჩერებისა და დაკავების ოპერაციებს, რაც ნიშნავს, რომ მეზღვაურებს და ამღვევ გემებზე ასვლა და მათი კონტროლი მოუწევთ. სხვა რთული ნაწილი ის არის, რომ ირანი სარგებლობს იმით, რომ მისი ტერიტორია უშუალოდ მდებარეობს ამ ვიწრო გასასვლელის ყველაზე ვიწრო მონაკვეთზე. საზღვაო ძალების რისკის მინიმიზაციისთვის CENTCOM-ს თავისი რესურსების გაცილებით უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით, ომანის ყურეში განთავსება მოუნდება. მაგრამ უფრო დიდი დაშორება, უფრო მეტ დაფარვას საჭიროებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ორი ავიამზიდის დარტყმითი ჯგუფი აიღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის უკვე ადგილზე მყოფი აბრაჰამ ლინკოლნი და ჯორჯ ჰეიბუში, რომელიც სადღაც გზაშია რეგიონში მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს ვირჯინიიდან გავიდა. დაამატეთ რამდენიმე დამატებითი გამანადგურებელი და ფრეგატი და ბლოკადა მზად არის. ასევე შეამჩნევთ, რომ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან.
თუ ეს რეალური ფაქტია და არა იმედის პროგნოზი მომავლისთვის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეიძლება პატრულირებდნენ სრუტის შიდა ნაწილის სანაპირო წყლებს, თუმცა ეს უბრალოდ აიძულებს პოტენციურ ბლოკადის გამტეხებს ირანის სანაპიროსთან უფრო ახლოს გაცურონ. უკვე ნახეთ, რომ შეერთებული შტატები სრულად შეუძლია დაიკავოს დაუცველი გემები, რომლებიც თეთრი სახლის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებენ. ერთადერთი რთული საკითხი, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ ტრადიციულად სანაპირო დაცვის რესურსები გჭირდებათ გემზე ასვრის ოპერაციებისთვის. ესეთი რესურსები შეზღუდულია და ყველა მოსაკრებლის გადამხდელის დევნა დამღლელი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ შეერთებული შტატები მალაკის სრუტესთან განალაგებდა ბაზას და დაარღვევინებლებს მისცემდა საშუალებას თავად მისულიყვნენ მათთან. მსოფლიო კონფლაგრაცია კიდევ უფრო აჩქარდება. ლოგისტიკას რომ თავი დავანებოთ, მოდით სტრატეგიაში ჩავუბრმავდეთ. ამ ყველაფრის პროლოგია ისაა, რომ ტრამპი მუდმივად ამბობს, ირანს ბარათები არ აქვსო. კიდევ ერთი მიზეზი ვიყოთ იმ დაწკევლილი 2025 წლის 28 თებერვლის თეთრ სახლში გამართული შეხვედრით იმედგაცრუებულები. ეს ფრაზა ახლა უკვე ჩვენს ლექსიკონშია გამჯდარი, მათ შორის ამ ირანის ომისთვისაც, რომელიც ზუსტად 1 წლის შემდეგ დაიწყო. ამ კონკრეტული სიტუაციის ირონია ისაა, რომ დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ ჰორმუზის სრუტე გამონაკლისია იმ მტკიცებისა, რომ ირანს ბარათები არ აქვს. მაგრამ სრუტეები რეალურად ბარათების მთელი კოლექციაა და ისინი როგორც წესი მომგებიანი ხელია. მთელი ომის განმავლობაში აქამდე შეერთებულმა შტატებმა დაუშვა სრუტეში ასიმეტრიული გავლა და არ შეუწუხებია ხომალდები, რომლებიც ირანის გადასახადის სქემას მიყვებოდნენ. ამის მიზეზი იყო უცნაური პოლიტიკური სიტუაცია, რომელზეც ამ არხზე მუდმივად ვიწევს საუბარი. თავარი ბარიერი, რომ ტრამპმა ომი გააგრძელოს, სამხედრო შედეგებზე კი არა, არამედ პოლიტიკურ ფაქტორებზეა დაფუძნებული. კერძოდ ეს არის ინფლაცია შეერთებულ შტატებში, რომელიც გასულ თვეში 3.3%-მდე გაიზარდა. იგივე უცნაური პოლიტიკური დინამიკა ასევე გახდა მიზეზი იმ უცნაური გამონაკლისების, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა მისცა ქვეყნებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთიდან ან ირანიდან ნავთობის იმპორტს. ადმინისტრაცია ცდილობდა ყველა შესაძლო ხრიქს, რათა ნავთობის ფასები დაბლა დაეტოვებინა. ეხლა კი ტრამპი ტაქტიკას იცვლის. თუ ეს ბლოკადა მოქმედდება, ნავთობის ფასები სავარაუდოდ ისევ გაიზრდება. როდესაც გლობალურ ბაზარზე ნაკლები ტანკერია, მიწოდება მცირდება და ფასები იზრდება. უნდა ვთქვა სავარაუდოდ, რადგან ბლოკადა განიხილება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, რომ ირანი აიძულონ სრულად გახსნას სრუტე. და ამ განცხადებასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა სრუტეში რამდენიმე გამანადგურებელი გაგზავნა, რათა დაეწყოთ ირანული ნაღმების გაწმენდა, რომლებიც შესაძლოა იქ დარჩენილიყო ან არ დარჩენილიყო. შესაძლებელია, რომ ამ იძულებითმა სტრატეგიამ დააჩქაროს ბაზრის მოლოდინები სრუტის სრულად გახსნასთან დაკავშირებით. მე ამაზე ფსონს არ დავდებდი, მაგრამ საჭიროა ეს შესაძლებლობა გამოვკო. იგივე ეხება ბაზარს, რომელიც ამ განაღმვის ოპერაციებს განიხილავს, როგორც ტანკერების ესკორტის შემოღების პირველ ნაბიჯს და ცდილობს განსაზღვროს, როდით შეიძლება დაიწყოს შეერთებულმა შტატებმა ეს ოპერაციები. თუ ფართო სურათს შევხედავთ, თეთრმა სახმა ნაკლებად ესკალაციური ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ამ მოლაპარაკებების რაუნდში აშკარა პროგრესი არ დაფიქსირდა. უფრო აშკარა ნაბიჯი იქნებოდა დაბომბვის განახლება. საწყისში ვგეგმავდი, დღეს განგვეხილა, ვის უფრო აძლევს ხელს მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ როგორც ჩანს, მოგვიანებით მოგვიწევს ამ თემას დაბრუნება. ამის ნაცვლად ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს სრუტის ჩაკეტვა ირანისთვის ერთმხრივი სარგებლის ნაცვლად ნამდვილ უკიდურეს ვარიანტად აქციოს. აშშ-ის შიგნით აშკარად იქნება პოლიტიკური სასჯელი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად შორს არის ტრამპი თავისი რეიტინგის მინიმუმიდან. მიუხედავად ყველაფრის, რაც ირანში ხდება და მიუხედავად ყველა იმ კომენტარისა, რომელსაც სოციალურ მედიაში ხედავთ ამ სიტუაციის პრობლემებზე, ტრამპს როგორღაც მაინც აქვს მხარდაჭერის რეიტინგი 30-იანების ზედანაწილში. ასევე ადრე აღვნიშნე შესაძლებლობა, რომ ტრამპს საერთოდ არ აინტერესებს თავისი რეიტინგები, რადგან 2028 წელს მას ვადა ეწურება. ამიტომ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ირანი ტრამპზე მეთხანს გაძლოს, მაგალითად ურანის გამდიდრების საკითხში, სანამ ირანი გაკოტრდება იმის გამო, რომ ნავთობის გაყიდვა აღარ შეუძლია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს. ვანსი და ნაკლებად რუბიო განსაკუთრებით მაყოფილები არ არიან ამ სტრატეგიით. რადგან რესპუბლიკური პარტიაა ის, რომელიც არჩევნებზე ზარალობს და ამ ორს შეუძლია დაინახოს როგორ ეცლებათ 2028 წლის შანსები. როგორც ბოლო თემა, თუმცა, უნდა ვისაუბროთ ერთ მნიშვნელოვან ფარულ სირთულეზე. სინამდვილეში ბლოკადის აღსრულება ომით მოცულ ჩვენს სამყაროში უამრავ რთულ სტრატეგიულ საკითხს აჩენს. დაფიქრდით, ვინ არის ირანის მთავარი მყიდველი? ჩინეთი. თუ თქვენ შეაჩერებთ გემს, რომელიც ჩინეთისკენ მიმავალ ნავთობს ეზიდება, როგორ უპასუხებს პეკინი ამ სიტუაციას?
მტკიცე დასხმის გამოტანა აქ რთულდება, რადგან ჩინეთს შერეული მოტივები აქვს. აშშ-ის სამხედრო ძალების დასუსტება ირანში ომით, რომელიც საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდება, ჩინეთისთვის მომგებიანი იქნება, რადგან ეს გაზრდის მის შანსებს მომავალში ტაივანის ხელში ჩაგდებაზე. მაგრამ ჩინეთს ასევე სურს იაფი ნავთობი და რაც უფრო დიდ ხანს იქნება სრუტე ნაწილობრივ ან სრულად დახურული, მით უფრო ძვირი გახდება ნავთობი მთლიანობაში. გახსოვდეთ, თეთრმა სახმა წარმატებით გაანაწილა ამ ომის ხარჯები ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც ნავთობს ყიდულობს. მხოლოდ მცირე ნაწილი ამ ხარჯებისა რეალურად აწვება საშუალო ამერიკულ ოჯახს. ეჭვი არ მეპარება, რომ თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ ჩინეთი საკუთარ თავზე აიღებს ამ პრობლემას და ირანზე მეტ დიპლომატიურ ზეწოლას მოახდენს, რათა ჰორმუზის სრუტე კვლავ გახსნას. გახსოვდეთ, რომ ერთი კვირის წინაც ჩინეთი ანალოგიურად იქცეოდა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე. რა თქმა უნდა, ჩინეთი ასევე განიხილავდა ირანისთვის იარარის მიწოდებასაც. ასე რომ, ეს ორივე მხარეს ეხება. სხვა ვარიანტია, რომ ჩინეთი დაიწყოს ტანკერების ესკორტირება სრუტეში. ზუსტად ის, რაც გჭირდება, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ფლოტი და აშშ-ის საზღვაო ძალები უყურებენ, როგორ ჩაუვლიან მათი გემები ერთმანეთს სულ ახლოს. მეორეს მხრივ, ამ ყველაფრის ანალოგიური ვერსია უკვე ხდება. ეხლა რუსეთი სამხედრო ესკორტებს აგზავნის, რომ დააკვირდნენ, როგორ გადიან მისი ტანკერები გაერთიანებული სამეფოს გვერდით. 2026 შესანიშნავია. ბლოკადის ეფექტურად მუშაობისთვის უნდა იყო მზად ასეთი ხომალდების შეჩერებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი იშლება. და გახსოვდეთ, სულ ერთი კვირის წინ შეერთებულმა შტატებმა რუსულ ტანკერს მისცა უფლება გაევლო каранტინი. ამჯერად ეს იყო каранტინი და არა ბლოკადა, კუბის გარშემო. კიდევ ერთი კითხვა შეერთებული შტატებისთვის. თუ ტანკერი ბლოკადას გაარღვევს და შეერთებული შტატები მას დააკავებს, რას აკეთებთ ამ ტანკერთან? ირანს უკვე მიღებული აქვს გადასახადის ფული. მიზანი ნაკლებად არის უშუალოდ ფულის ამოღება ტანკერიდან და უფრო მეტად მომავალში ბლოკადის დამღვევების შეკავება. მაგრამ მაინც გრჩებათ მილიონობით ბარელი ნავთობი. შეიძლება აღდგენითი ფონდი შექმნათ სპარსეთის ორის სანაპიროს ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანის რაკეტებმა და დრონებმა დააზიანა. ამაზე კარგი პასუხი არ მაქვს, მაგრამ გთხოვთ, თუ სახელმწიფო დეპარტამენტში ხართ, ეხლა გაარკვიეთ ეს, ვიდრე დაელოდოთ, რომ მოგვიანებით მოხდეს. აბა, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღიდან? შეერთებული შტატები ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს, მაგრამ პრაქტიკაში უბრალოდ ცდილობს ირანთან დაკავშირებული გემების რეგიონში გადაადგილების შეჩერებას. როდესაც რეგიონში მილიარდი აქტივი გაქვს, ფიზიკური ბლოკირება მარტივია. იმუშავებს თუ არა ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია, რადგან დონალდ ტრამპი ფაქტობრივად ტოვებს ნებისმიერ ამერიკულ პოლიტიკურ დებატს ამ თემაზე. და არსებობს გზა, რომ ეს კიდევ უფრო უკონტროლოდ განვითარდეს, თუ ჩინეთი ჩაერთვება ომით მოცული ჩვენი უფრო ფართო სამყაროს ამ კონკრეტულ ფლანგში. ამასობაში მე კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი ჰორმუზის სრუტის შესახებ, რომ განიხილოთ და ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართო კონფლიქტის შესახებ. შეხედეთ ამ მრავალ ვარიანტთაგან ერთ-ერთს ახლავე. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ. იყავით კარგად.